სადღაც ხალხი ხომ უნდა დაფიქრდეთ იქ ჭორებს ყრიან რომ აი გაწირეს ეს ხალხი და ასე შემდეგ. ვინ გაწირა? მაგაზე ხომ უნდა დაფიქრდეს. შვიდად ცხოვრობდა ეს სოფელი და ეს კომპანიის მოსვლის შემდეგ დატრიალდა ესეთი უბედურება. და სასამართლოშიც კი სასამართლოში კი არა, ანუ პატიმრებთან ათესავებსაც არ აძლევენ კომუნიკაციის საშუალებას და ჩახსნეს, დააჯერეს უბრალოდ და იმასაც ეხა გონია რომ ეს ინვესტორია, უფრო მეტი კონტაქტები აქვს, უფრო მეტი იცის და მოდი ამას მივანდობ ჩემ ბედს. აჰა, მიანდეს ბედი და რა დღეში არიან. პირდებოდნენ ყოველ კვირა გამოშვებას, მაგრამ არა. და ეს ყველაფერი იმიტომ რომ თითქოს დაცვის სტრატეგია ააგო იმათმა ადვოკატმა იმაზე რომ ეს ხალხი მართალი იყო და სინამდვილეში მსხვერპლი ეს ხალხი არის. ანუ როგორი აბსურდია წარმოიდგინეთ რომ თითქოს მიდიოდნენ თავის გზაზე, გზად ქალბატონმა მაიამ და ქალბატონმა მაყვალამ მინდიასთან და გიასთან ერთად გზა გადაუკეტეს, პროვოცირება დაიწყეს, შემდეგ შეიარაღებულ გელახურცილავას თავს დაესხა მინდია და რაღაცა ფილმებსაც არიღებენ ამ ასეთ რაღაცეებზე რა. და ამ სცენარს გონია რომ არ ვიცი რა გონია მაგასაც ვერ ხვდები. მე უბრალოდ ხვდები იმას რომ თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს და არ აინტერესებს რომ იქ ახლა ადამიანი 10 წელი ციხეში უნდა იჯდეს. ეს რაღაცები არ აინტერესებს. მისთვის მთავარი არის რომ სოფელში კონდეს რაღაც კერა შუღლის, ეს შუღლი გააღვივოს, თესოს ზიზღი ადამიანებში, რაღაცნაირად გახლიჩოს და ყველაფერზე წამსვლელი არის. და კიდე ერთი მაგალითი არის ესეც, ხო? მესამე სასამართლო წააგეს უკვე. და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 100%-ით მართლები რო არ ვიყოთ, ჩვენ ვერც ერთ სასამართლოს ვერ მოვიგებდით. არ არის ეს ქვეყანა სამწუხაროდ ესე მარტივად მოწყობილი. სამი სასამართლო წააგეს, მაგრამ სამივე სასამართლოზე თავიდან დიდგულზე იყვნენ, რომ მოვიგებთ, ატყუებდნენ ხალხს და რეალობა და ფაქტი აგერ დადგა. და კიდე ერთხელ დაფიქრდით რა, ვისაც დასაფიქრებელი აქვს. რომ მართლა არავინ არაფერს არ ნიშნავს ამ კომპანიისთვის ამ სოფელში. ერთადერთი ისევ შენ თანასოფლელს თუ შეიძლება აღელვებდე. და ამჯერადაც გიგაც მაგის მაგალითი არის, ხა რომ ისევ თანასოფლელებმა რო არ გაწირეს და სასამართლოზე არაფერი ცუდი მასზე რო არ თქვეს და პირიქით ყველას რო გული შეტკიო და ამან მიცა საბაბი მოსამართლეს რომ გიგა გარეთ გამოეშვა. თორე გიგასაც ალბათ უფრო მძიმე ბრალდებით დატოვებდნენ ციხეში.